იმე საინტერესო თემა დავიწყოთ პირველ რიგში აი ამ საკანონმდებლო დევნით ასე ვუწოდე, იმიტომ რომ პროტესტზე დადევნება მიდის ყოველდღიურად ახალ-ახალი კანონით. ბოლო კანონის შედეგებს ჩვენ ვხედავთ იმ დაკავებებში, რომელიც მიდის ბოლო დღეებია და იმ პროცესებში ახლაც ველოდებით მე დრო და დრო, ასე ვთქვათ, გავაკონტროლებ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სასამართლოზე. რა სიტყვით ამ საკანონმდებლო, ასე ვთქვათ, ეს უკვე ახალი ხელწერაა ჩვენი ძვირფასი ხელისუფლების, რომელიც გამოირჩევა შემდეგი ამბით. დღემდე ჩვენ ბევრი ხელისუფლება გამოვიცვალეთ, რამდენიმე. და ყველასთან ჰქონდა გარკვეული პრეტენზიები, რომ მაინც და მაინც კონსტიტუციის და კანონების შესაბამისად არ მართავდნენ ამ ქვეყანას. სხვადასხვა ხარისხით, მაგრამ მაინც. ამ ხალხს და კერძოდ პრემიერ-მინისტრს ერთი განსხვავებული მიდგომა აღმოაჩნდა. ისინი კანონში წერენ ყველაფერს არაკანონიერს. და რადგან კანონში ჩაწერენ კანონით მართავენ, მაგრამ თავად კანონში რა წერია, ეს არის სადავო. ეს ის შემთხვევა, ახლა იურისტებისთვის ცნობილი თემაა სამართალი და კანონი. სამართალი ეს არის იდეების, ღირებულებების, წესიერების, მორალის, კანონიერია, მაგრამ რამდენად სამართლიანი ასე შეიძლება საკითხის დასაწყისი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. მეორე, დანიშნულება კანონის. თავისუფალ სამყაროში კანონი ასრულებს თავისუფლების დაცვის საშუალებას. მოქალაქის, საზოგადოების, თვითმმართველობის, სამინისტროების ერთმანეთთან მიმართებაში. საქართველოში დიქტატორულ საზოგადოებაში თუ ქვეყანაში კანონი ასრულებს ხელისუფლების დაცვის ფუნქციას სხვადასხვა ტიპის თავისუფლებებისგან. ოღონდ აქ მხოლოდ მოქალაქის თავისუფლება არ იგულისხმება და არ იზღუდება, აქ იზღუდება სასამართლოების თავისუფლება და დამოუკიდებლობა, თვითმმართველობების თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ანუ ერთი მხრივ თვითონ სახელმწიფო სისტემა ეწყობა იმ მოდელზე, რომ მმართველს ჰქონდეს ყველაფრის კონტროლის საშუალება, პროკურორი, მოსამართლე, სულსიკუდია შემდეგ. და მეორე მხრივ თავისი თავი დაიცვას პოლიტიკური საფრთხეებისგან, ანუ თავისუფალი მოქალაქისგან, განსხვავებულად მოაზროვნე ინტერესთა ჯგუფებისგან, თავისუფალი მედიისგან, პოლიტიკური პარტიებისგან, რომლებსაც სხვა ხედვა აქვს და სხვანაირი ხალხი მიყვება მათ. საქართველოში ჩვენ მივიღეთ ეს ნოვაცია, სიახლე. მე ყველაზე მეტად ვერიდები ხოლმე რაღაცეების შედარებას გერმანიის ამ ქვეყნის რაღაცა გარკვეული პერიოდთან. ყველაზე მძიმე კაცობრიობის ქვეყნის კი არა. ქვეყნის და საერთოდ, იმიტომ რომ ეს რაღაც ეს თემაა, რომ ესე მარტივად შედარებები და იმ ტერმინების ხმარება, სხვა შორის, რომელსაც არ ერიდებიან ჩვენი ხელისუფლება და ევროპას ბრალად ძდებენ, რომ იმ მაშინდელი იმართებენ და შემდეგ. პროპაგანდა. მაგრამ კი არსებობდა ისტორიაში ასეთი მოდელები, როდესაც ავტორიტარები ყველაფერს კანონში წერდნენ. კანონში ეწერათ, რომ გარკვეული ეროვნების თუ რელიგიის მიმდევარი ადამიანები ექვემდებარებოდნენ იმას, რასაც მე იმ ადამიანებს მათ წინააღმდეგ ჩადიოდნენ. მთელი ახლა პრობლემა არის, რომ კანონები არ იქმნება მოქალაქეთა თავისუფლების და დაცვისთვის, არამედ კანონები იქმნება ხელისუფლების დაცვისთვის, თავისუფალი მოქალაქე, თქვათ, ხელისუფლების დაიცვას თავი თავისუფალი მოქალაქეები. სწორად და აქ ჩვენ საქმე გვაქვს რასთან? თუ სხვა ავტორიტარი მმართველები ამ ქვეყანაშიც და სხვაგანაც ამ შაუბნელ ზრახვებს აღასრულებენ ხოლმე რაღაცა შელამაზებულად, რაღაცა ისე რომ ასე ღიად და თვალშისაცემად არ უწერიათ რაღაცები. არა, მათ ჩაწერეს და წერენ იმას, რომ ყველა ვინც სხვაგვარად აზროვნებს, შეგვიძლია ჩვენ გავვრიყოთ პოლიტიკური სივრციდან. ხო? ეხლა ახალი კანონები პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ ამას ემსახურება. ადამიანები, რომლებიც აგრძელებენ ვილაპარაკოთ ამაზე, პარტიის აკრძალვა, ეს რა ტიპის გადაწყვეტილებაა მათი მხრიდან, აი ამ პერსონების ჩამონათვალში, მათ შეუძლიათ ძალიან ბევრი ვინმე შეიყვანონ და შესაბამისად ძალიან ბევრი პარტიის ბედი გადაწყვიტონ. 10-ო ამბობს კობახიძე ისეთი რიხით, რომ
მე ასევე აგრძელებს სხვა ინტერვიუში უკვე რომ 300 თუ 400 პარტიაა საქართველოშიო, მაგრამ ფაქტია რომ მეინსტრიმული ბარიერთან მიახლოების ან მისი გადალახვის შესაძლებლობის მქონე, სწორედ შეიძლება ამ რაოდენობაში ჩაეტიოს და არ მგონია ახლა ის მე-300 თუ მე-400 პარტიას ერჩოდეს. რეგისტრირებული შესაძლოა 200-ია. აქედან ალბათ 185 თვითლიკვიდირებულია უკვე და მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. დანარჩენიდან თუ დარჩა 15 იქიდან 3-4 თავად მათი ინტერესების სამსახურისთვის აქვთ შექმნილი და კიდევ შეიძლება 2 იყოს სადღაც, ასე არითმეტიკას თუ გავყვებით, ამასთან გვაქვს საქმე, მაგრამ აქ პარტიების რაოდენობაზე ნაკლებადაა ყურადღება გასამახვილებელი. აქ ყურადღება გასამახვილებელია იმაზე, რამდენი 100,000 საქართველოს მოქალაქის ორიენტირია ის პარტიები, რომელთა აკრძალვაზე პატივცემული პრემიერ-მინისტრი ეგრეთ წოდებული საუბრობს. ესეც მოქალაქეების თავისუფლებისგან საკუთარი თავის დაცვა, ანუ ეს პრინციპი მოქმედებს აქაც. პარტია თავისთავად, ახლა მოდი ხვალ შეგვიძლია მე თქვენ დავირქვათ პარტია და შეიძლება 1000 პარტია იყოს. პარტიის არსი და პარტია ისა მაშინა ინსტრუმენტი საზოგადოებრივი ცხოვრების, როდესაც მას მოქალაქეები მიყვება. ანუ პარტიის საშუალებით მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი გამოხატავს თავის დამოკიდებულებებს, ინტერესებს, ღირებულებებს, ხედვას და შემდეგ და მე პარტია მას აღასრულებს. ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში. ამიტომ აქ სხვა რამე შეასაქმე. რამდენი 100,000 საქართველოს მოქალაქის გაუქმებას აპირებს სინამდვილეში. იმიტომ რომ როდესაც ლაპარაკობს 10-მდე პარტიაზე, ამასობაში გასულ საპარლამენტო არჩევნებში 4 ოპოზიციურმა სუბიექტმა ჯამში მიიღო 700,000-ზე მეტი ხმა. ამას ახლა დაუმატეთ კიდევ ვიღაცები, ვინც სხვა პარტიები, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს და ამ შემდეგ და პრაქტიკულად ჩვენ გვეუბნებიან რომ დაახლოებით 1 მილიონი საქართველოს მოქალაქის, ეს საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქის, ანუ 18 წელზე მქონე მოქალაქის აკრძალვას აპირებენ. ანუ მათი ხედვები, მათი დამოკიდებულებები, მათი პარტიები გაჩნდებაო და ეს ხალხი იპოვის მოკლედ ნავსაყუდელსო პოლიტიკურ სივრცეში. დიდი მადლობა თქო, ასე აგრძელებს. იქნებ კეთილი ინებონდათ თავად გაქრნენ და არც მათ მომხრეს გაუჭირდება ვინმეს მოწევნა, პოვნა. თუ ამაზე ლაპარაკობს, ვინც ვართ, საერთოდ ვარსებობთ, მოდი ყველა გავქრეთო და ჩვენ საერთოდ და ასე ახლა ეს ხო რიტორიკა. ჩვენ ვამბობთ რას, რომ დღეს აი ამ წუთში რა თქმა უნდა მესმის სწორია რომ ესეც ის არის რომ ვითომ ამით ამშვიდებენ და კი მაგრამ რატო უნდა დაკავებული აქვს ეს რა რადიკალური და ნორმალური ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრებისთვის შეიქმნება სივრცე. იცით მე პირადად პოლიტიკურ პროცესებში ძალიან დიდი ხანია ვარ ჩართული და ჩემი მოსაწონი პარტია ყოველთვის თავად პარტია იყო ხოლმე მომცრო. ანუ არ იყო რაღაცა უზარმაზარი. უზარმაზარი იყო ხოლმე სხვა პარტიები. მაგრამ მე იმ პარტიების მიღმა ვხედავდი და დღესაც ვხედავ ძალიან კონკრეტულ ადამიანებს და მოქალაქეებს. ამიტომ პარტიის ლიდერთან თუ მაქვს მე რამე პრობლემა, პარტიის ლიდერთან ვარკვევ. თუ ვინმე იმ პარტიიდან რამე სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩაიდინა, მე მივდივარ სასამართლოში და თუ ესენი ამბობენ, რომ ამდენი ადამიანი მოქმედებდა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ და ამიტომ უნდა ავკრძალოთ ესენი, მოიცა, ვისზე საუბრობენ? კიდევ მეორე სახელმწიფო იმიტომ გჭირდება რომ დაგვიცვას ქურდისგან, მკვლელისგან, რა ვიცი, მოძალადისგან და მათ შორის ქვეყნის დამანგრევლისგან. ამ ქვეყნის გაზდით. ეს ხო ამბავია. ეხლა უყურეთ. აქ კი, გაზდით, იმიტომ რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გარანტირებული აქვს უმრავლესობა. ახლა კიდევ უფრო გაიმყარებენ იქ რაღაცა საკადროვი თომცვლების გამო. ამიტომ ესე იგი აქ გამოვა პარლამენტი მათ ხელშია და რასაც უნდა იმას ჩაწერენ ამ კანონში. საერთაშორისო სამყარო, სტრასბურგის სასამართლო და ასე შემდეგ. მათ ამ წუთში აღარ აინტერესებთ, თვლიან რომ ესე იგი რაც არ უნდა გადაწყვიტონ იმათ, ესენი ამას არ შეასრულებენ და შესაძლოა დატოვონ კიდეც ის კონვენცია და ასე შემდეგ. კი ბატონო, ამ წუთის მდგომარეობით ისინი თვლიან რომ ყველაფრის შესაძლებლობა აქვთ. ერთი რამეა მათ ამ დათვლებში თუ გეგმებში თუ ასე შემდეგ, რასაც ვერ თვლიან და ვერ გაუმკლავდებიან. ეს არიან ის მოქალაქენი ადამიანები, რომლებიც მათი მხრიდან ყოველი ასეთი რეპრესიული, უსამართლო, უზნეო, ამორალური ქმედების შედეგად კიდევ უფრო მყარდებიან იმ განცდაში, რომ ეს ხელისუფლება
ამ ქვეყანას მიაქანებს უფსკრულისკენ, ყოფს საზოგადოებას, ერთმანეთზე გადამტერებითაა დაკავებული საზოგადოებაში, ამ საზოგადოებაში აქრობენ ღიმილს, ბედნიერებას, ორი კვირის მერე თეატრში პრემიერა რომა, სპორტული ღონისძიება რომა, ბავშვების სკოლაში უნდა წავიყვან, როდესაც ადამიანები რომ თავად უწყობენ. მე ვერ ვხედავ რომ მათ მომხრეებშიც თუ მოწინააღმდეგეებში არ აქვს ამას მნიშვნელობა, რაღაც ყველას თანაცხოვრება ხდება ძალიან ძიმე. რა თქმა უნდა, იცით, ეს პირადი სიხარულების ზოგჯერ ილუზიაა ხოლმე. და ამის ადგილი რომ რა თქმა უნდა ასეა, კალტონიანი, ზოგჯერ ილუზიაა ხოლმე, რომ აი ჩემი მოწინააღმდეგე ახლა აი ასეა, ანუ ვიცი, დავჩაგერე ციხეში ან ასე ან ისე. მაგრამ ყველა ადამიანში ახლა სხვა სფეროში გადავდივარ, ჩემგან მაგას ლაპარაკი ცოტა არ ღირს, მაგრამ მაინც ვიტყვი. ყველა ადამიანში არის ღვთიური და არის ეშმაკისეული, ხო? ასე გვასწავლიან. და ყველა ადამიანში ზოგჯერ მძლავრობს აი ის სიძულვილი, სამაგიერო, მე აი ის არ მომწონდა და რა კარგია ეხლა იმასო თავი გაუტეხეს, ან ხო აი ხო აკძალეთ ახასია და ამ განწყობაზე. მაგრამ ყველა ადამიანში იშვიათი გამონაკლისის გარდა და ის სხვა გამონაკლისებია. არის ადამიანური საწყისი. და მე ადამიანურიდან რო გადმოიხედავ და დაინახავ, რომ უკაცრავად მოიცა რა ხდება, ეს ყველაფერი ჩემივე ხელისუფლების მიერ მიმართულია ჩემი მეგობრის, ოჯახის წევრის, თანამშრომლის, მეზობლის, ნათესავის, არ ვიცი, ადამიანის მიმართ, რომელიც სიმღერა მომწონდა, რომელიც ჟურნალისტად მომწონდა, რომელიც ფეხბურთელად, რომელიც პროფესორად და ასე შემდეგ. და იმ ადამიანებს ერჩის შეუძლებელია ასეთ ვითარებაში ვინმე რაღაცა ხანგრძლივი კეთილდღეობა, ბედნიერება და სხვა რამ ეღირსოს. ამიტომ ამ თემებამდეა მისული, ეს უკვე აღარ არის პოლიტიკა, იმიტომ რომ პოლიტიკური ჯახი, რეპრესიები, რაღაცები ეს ერთია. მაგრამ აქ ყველა ზღვარს არის გადასული, ყველა იმ დაშვებულ, დაუშვებელ, წარმოუდგენელ ზღვარს, და ამიტომ ვიმეორებ, ახლა საკონსულო სასამართლოში გაუვათ ეს ამბავი, ვერ გაუვათ 100,000-ობით საქართველოს მოქალაქეში და მათ შორის მათივე ხარდამჭერებში, რომლებიც ამ ყველაფრის მოწმენი არიან და მათი შვილებისთვისაც იკეტება გზა ევროპაში. ახლა განათლების რეფორმა ეგრეთ წოდებული რო წარმოგვიდგინეს, როდის წარმოგვიდგინეს? 12-13 წლის თავზე ხო ხელისუფლებაში ყოფნის. ამ ხნის განმავლობაში რამდენი განათლების მინისტრი შეცვალეს? 8 განათლების მინისტრო შეცვლის სისტემაში და დღეს აღმოაჩინე რაღაც პრობლემები. კი ბატონო, მინდა არ გვაქვს ახლა უსასრულოდ, მინდა ბევრ თემას შევეხო, მათ შორის ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, ფარცხალაძეს არ ვახსენებ, ამ ორი ფიგურის მასშტაბი, თქვათ, გუნდში ყოფნის ხანგრძლივობა და ასე შემდეგ, სულ სხვა სურათს ქმნის. რა ხდება თქვენი დაკვირვებით, რა პრეტენზიები შეიძლება ჰქონდეს ამ ადამიანებთან? ჩვენ ვნახეთ კადრები მათსახლებში გადაღებული და ესე ვთქვათ ჯერ სამართლებრივად პროცესი კიდევ უფრო წინ არ წასულა, მაგრამ ხედავთ რა ტიპის მოლოდინის რეჟიმია ამ ორი პერსონის მისამართით. ამ ყველაფერზე ძალიან ერთგული თანაგუნდელის თუ როგორც არის. ლელოსაც არაერთხელ გვაქვს ძალიან კაფიოდ ნათქვამი, რომ ეს ყველაფერი ასე შიდა დაპირისპირება, არეულობა, საკადრო ცვლილებები და შემდეგ მოტივირებულია და სათავეს იღებს ერთი წყაროდან და ამას აქვს ერთი მიზეზი, ესაა შიში, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის შიშები და მიზნად ისახავს რაც შეიძლება უფრო უსაფრთხო სახელისუფლებო სისტემას პერსონალურად მისთვის. ანუ ეს უფრო უსაფრთხოა, როდესაც სხვებიც და მისიანებიც განაწყენებულ, გაბრაზებულ, შევიწროებულ რეჟიმში. ამ ტიპის შეტევებზე გადადის მაშინ, როდესაც თვითონ აქვს თვითგანცდა, რომ ის ვის წინააღმდეგაც მორიგ შეტევაზე გადავიდა, არის უკვე შევიწროებული, საკმარისად გარიყული და ვიღაცა არის საკმარისად მოძლიერებული, რომ გაუმკლავდეს მათ შესაძლო და შემდეგ. ეს შიშები და შესაბამისად მისი ასე ვთქვათ მიზანმიმართული მცდელობები გაანადგუროს ის ხალხი, ვინც მის გუნდში მოიაზრებოდა.
ჯერ ატარებდა ასეთ ხასიათს, რომ თუ განსხვავებული აზრი ქონდა, თუ თავისუფლების ხარისხი მეტი უნდა რაღაცა მართლა ევროპული სტილის ისე ამ ხალხის ნებით ისინი გუნდს მიღმართ. ჯერ ესენი რჩებოდნენ გუნდსვევა. ახლა დარჩა ერთ ჭკუაზე მყოფი ხალხი, რომლისთვისაც ევროპას ხიფათია, თავისუფლება ხიფათია, ესე იგი რაღაც რუსულ-ჩინური სამყარო მისაბაძეა და ასე შემდეგ. თუმცა ამ ხალხშიც აღმოჩნდა ორი კატეგორია ხალხის. ერთნი, რომელსაც პერსონალური პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდათ, პერსონალური და პერსონალური რაღაცა როგორც ჩანს უკვე ზედმეტი სიმდიდრეები გაუჩნდათ და შესაბამისად ღარიბაშვილს და ლილაშვილს პერსონალური პოლიტიკური ამბიციები. ღარიბაშვილს რა თქმა უნდა ქონდა. ღარიბაშვილს რა თქმა უნდა ქონდა, ამას რა თუნდა ლაპარაკი. რომ მასში ივანიშვილმა დაინახა შესაძლო ხიფათი, რომ რაღაც მომენტში მას შეიძლებოდა დამოუკიდებელი თამაში ეთამაშა, ან პარალელური თამაში ეთამაშა. პარტია ეგ ტექნიკაა და ინსტრუმენტია. მას შეეძლო ვიღაცისთვის თვალი ჩაეკრა, მაგალითად უცხოელებისთვის და მიენიშნებინა, რომ მე კი არ ვარ მომხრე, მაგრამ რა ვქნა, ხო იცით რომ იქ ის არის, ანუ თვითონ კარგ ბიჭად გამოჩენილიყო. ამის საპირწონედ მან აღმოაჩინა, გამოზარდა წონა და კავშირები გაუჩნდა. გაუჩნდა რა, სურვილები გაუჩნდა. არანაირი კავშირები და წონა არ ქონიას, მაგრამ ამ ადამიანს და ყველას, ვინც ამ გზაზე დგება ასეთი ავტორიტარი, უჩნდება შიშები ყველაფრის მიმართ, რომ ამას თუ გაუჩნდა სურვილი, რომ რაღაცა დამოუკიდებლადაც წარმოჩინდეს, თავისი რაღაც კონდეს. ეს უკვე სახიფათოა. ამასობაში აღმოაჩინა სხვა ადამიანი და კიდევ რამდენიმე ადამიანები, რომელშიც შეხედავს, რომ არა, ეს არასოდეს არავისთან არ და ვერ ითამაშებს რამე სხვას. ახლა წარმოიდგინეთ, შეხვედრა რაღაც არ ვიცი, ევროკავშირის კომისართან, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ იცით, თქვენთან თუ გინდათ ევროკავშირში წევრობა, აი შეხედეთ რაღაც სასამართლოში ასეა, იქ რაღაც უფლებები ირღვევა, რაღაც ასე. და ორი ვერსია. ერთ შემთხვევაში ღარიბაშვილის მის პირისპირ და მეორე შემთხვევაში კობახიძეზის. სურათი როგორ წარმოიდგინეთ. ღარიბაშვილი, ესე იგი, ლაპარაკობს რაღაცებს, რა თან იწყებს, ხან გაიღიმებს, კიდე გეუბნებით, ხან ხო გვაცადეთ ცოტა ხანი, ნუ ახლა ხო ასეა გამოძვრებით, წარმოიდგინეთ ეს სურათი. მისი ტიპაჟიდან გამომდინარე. ეხლა წარმოვიდგინოთ იგივე სკამზე კობახიძე ზის. დასვამს კითხვას ვიღაცა, ეს გადადის შეტევაზე. კი არა, თქვენ კიდე რო იქ მუშებს ჩაგრავთ, თქვენ კიდე რო პარტიები გააოქმეთ, ჩვენ გვერდში, ჩვენ დემოკრატია, თქვენ კიდე აი ეგ არის მისი არჩევანის ალია და ბალია როგორც იცით. ამასობაში ეს ამბავი ამ ადამიანების ფსიქოტიპები გაძლევთ ამის თქმის საშუალებას თუ კობახიძე ვიდრე ოპონენტს ხედავდა ღარიბაშვილის სახით ასეთი იყო, ეხლა თუ მოცარიელ მართლა მოტიტულებულ ველზე მხოლოდ ის დარჩება, შეიძლება მასაც რაღაც პორტრეტში გაუჩნდეს სხვა ტიპის ფსიქოტიპები და ასე შემდეგ, ეგ ხო არ ვიცი, მე უფრო სხვა რამეს სხვაგვარად ვითხოვდი ამ ყველაფერს. როგორ იცით, რომ ადამიანები ჯამში ბევრად არ ვიცვლებით, ანუ რაღაცნაირად რთულია თუ რაღაც განსაკუთრებული სამსახიობო ნიჭი არ აქვს ვინმეს, რომ ხანგრძლივ ვადით რაღაცა ასეთები ითამაშოს. არა, უბრალოდ მე გეუბნებით მართველი ერთპიროვნული მმართველი თან შიშებით მოცული, რომ ხან ამერიკელები ფულს ართმევენ ამის ეშინია, ხან შეიძლება პუტინი გაუბრაზდეს და რაღაცა მის წინააღმდეგ მოაწყოს ამის ეშინია, ხან იმისი რომ მისივე შიგნით ვიღაცა ემა თავის თამაში დაიწყონ. სხვა რითი შეიძლება ახსნათ, მათ რომ მართლა კორუფცია აღელვებდეთ, გაბატონო დიანა, მოდი მარტივად ასე შევხედოთ. ეს პირველი გაშურდება? ფული სხვა რამეა. თუ თulis რომ ესე იგი მას ვიღაცამ ფული წაართვა და ასე შემდეგ, ეს სხვა არის. მოდი ამ პრობლემას და ამ თემას დავარქვათ ბაჩიაშვილი. იმიტომ რომ იქ მხოლოდ ფულზე იყო საუბარი. ფულის თემაში განსხეულებულია ბაჩიაშვილი, ეს შეიძლება იყოს განსხეულებული აქ პოლიტიკურ ხიფათებშიც. ფული და პოლიტიკური ხიფათები. ოღონდ ეს ფულმა და ამ კორუფციულმა სქემებმა, რომელმაც ვითომ შეაშფოთა ახლა ივანიშვილი, ეს ხომ არავის არ სჯერა. აქ ხო პრობლემა იმაში კი არა ღარიბაშვილმა რა ჩაიდინა. ან ლილუაშვილმა, რომეო ბურჭულაძემ, მიქაუტაძემ, ბურჭულაძემ კიდევ და სხვებმა. აქ ხო კითხვა ასე უნდა დაისვას. ეს როგორ გახდა შესაძლებელი? და ეს რო შესაძლებელი გახდა, ეს რას ნიშნავს, რომ ვიღაცეებმა გახადეს ეს შესაძლებელი, ხო? წლების განმავლობაში ადამიანები ამით არიან დაკავებული,
ჟურნალისტები, ოპოზიცია პირდაპირ მიუთითებს თემებზე, რომ აქ შეხედეთ კორუფციული ამბავია, ვიღაცამ გადაიფორმა ყველაზე მეტი ბიზნესი. რეპორტაჟია ამ ტელევიზიაში მაგალითად ყოფილ პრემიერზე გაკეთებული, რომელზეც გახსოვთ ჩარტერი ჩარტერის თემა და რომელიც მამამ რო აჩუქა და ობახიძე მდინარაძე ძალიან აქტიურად ესე იგება ერთ ამბავში როგორ გეკადრება და აი დეკლარაცია შეავსებს მომავალ წელსთან ახავთ როგორ არის. ანუ საქმე რაშია? კორუფცია კი არ აღელვებდა ვინმეს. რაც გითხარით, იმან ააღელვა ვიღაცა და დაიწყო ამაზე საუბარი. კვირიკაშვილთანაც იგივე შემთხვევა იყო, უბრალოდ მისი შეიძლება მუშაობის სტილიდან გამომდინარე, ახლა ამ ტიპის კორუფციულ და სახლში შევარდნები და ამას რას ვამბობ, ხიფათი გრძნო დამოუკიდებელი პოლიტიკური სვლები არ იქ დააკავშირა ასევე ლელოს ლიდერები ტელევიზია. ხომ იყო ამაზე აქტიურად საუბარი მაშინ. რესპუბლიკელებთან, თავისუფალ დემოკრატებთან, მარგველაშვილთან, მერე კვირიკაშვილთან. ახლა კვირიკაშვილის მიმართ ასეთი ოპერაცია რომ ჩაეტარებინათ, ორი ოპერაცია დაჭირდებოდათ. ჯერ იმ ფულის და ძვირფასეულობის მის სახლში შეტანა, რომ ვითომ მისია და მერე გამოტანა იქედან. ამიტომ ახლა კვირიკაშვილს ვერაფერს ვერ დააბრალებდნენ. სხვა მხრივ. არა, ხო, მაგას კი როცა პოლიტიკური ხიფათი დაინახა თქო ამ კონტექსტში, მხოლოდ ამ კონტექსტში, იმიტომ რომ სულ სხვა მეც მაგას ვამბობ. ხელწერის თქვათ ამასობაში და სინამდვილეში. დაკავებამდე მივა საქმე, თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ არის ეს პროცესი ესე გაჩერებული ახლა და ხალხი ათვალიერებს ვის რამდენი ოქროქორია და ვის რამდენი საათი და მე სულ იმას ვჩვენა ალბათონო დიანა რომ ჩვენი საუბარი სათანადოდ ვერ აღწევს იმ ყურებამდე და იმ თვალებამდე, ვისთანაც პირველ რიგში გვინდა რომ მიაღწიოს. და ეს არის ის ხალხი, ვისაც კიდე რაღაცეების ჯერა რომ ახლა კორუფციას ებრძვიან, ახლა რაღაცა აი ხო, აი მოიცალა როგორ უღალატა მან. ან უღალატესო სხვათა შორის რამდენიმე ადგილას ეს თქვა საყოფაცხოვრებო დონეზე შემომხვდა ეს ვერსია, რომ უღალატეს ალბათ ოპოზიციასთან ქონდათ რაღაც კავშირები და ბმები. ეს ხო ამ ხალხის, მაგრამ ამ ხალხამდე მინდა რომ მივიტანოთ ძალიან მარტივი სათქმელი. კერძოდ რა რამდენი ადამიანია აი ახლა ამ წუთში, როდესაც ჩვენ აქ საუბრობთ, პატიმრობაში სასამართლოს მიერ მისჯილი. დიახ. გამოძიების პროცესში მყოფი. გავიხსენოთ ბევრი ახლა რადგან სამწუხაროდ რეპრესიების და ამ ხელისუფლების ამ რეჟიმის მსხვერპლის სიმბოლოდ ცეული ქალბატონი მზია და ამასობაში თავისუფლებისთვის ბრძოლის და ღირსების და ამ შემდეგ ქცეული წინასწარ პატიმრობაში რამდენი თვე იყო და რა ედებოდა ბრალად, რას ედავებოდნენ და ვერც დაუმტკიცეს და ამ შემდეგ რომ ამ იმაში 7 თვე იყო წინასწარ პატიმრობაში. ესე იმ დღიდან, როდესაც ეს 2 წლიანი პატიმრობა. დიახ, როდესაც გაუჩნდა ხელისუფლებას რაღაცა საბაბი თუ რაღაც ამბავი, რომ მან პოლიციის უფროს ხელი მიარტყა თუ რაღაც. და ამის ჩადენაში ვიღაცას რო უთხრეს რომ შენ ეს ჩაიდინე, წაიყვანეს და 7 თვე წინასწარ პატიმრობაში იყო იმ წამიდან, იმ დღიდან, როდესაც ეს ინციდენტი მოხდა. კი ბატონო. და ახლა აქეთ გვეუბნებიან, რომ 22 სახლშიო 200 პოლიციელის მეშვეობით 250 პოლიციელის მეშვეობით 230-ზე მეტიო და 22 ჩავატარეთო სპეცოპერაციაო. უმაღლესი მაღალი ჩინოსნების, რომლებსაც ეკავათ თანამდებობები და ასე შემდეგ. ამდენი ეს ამოვიღეთო, ის ვქენითო, ეს ვქენითო და ეს ადამიანები არ არიან აყვანილი წინასწარ პატიმრობაში. ახლა, მოდი მე მინდა ეს იმად გასაგონავ თქვა, ვისაც რამის ჯერა. ან ვინც გვისმენს და ისაც ჯერა, ეს აუხსნან მეზობლებს და მეც და თქვენს და ყველამ, რომ მოდი შევხედოთ ამ ამბავს. მზია ამაღლობელს ჰქონდა ქვეყნიდან გაქცევის დანაშაულის გამოძიებისთვის ხელის შეშლის, ახალი უბედურებების ჩადენის, მიმალვის რაღაცეების ხიფათები, რომ ესე იგი მას სტაცეს ხელი და არ გამოუშვეს, მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობის ამისა. თუ ეს უნარები და შესაძლებლობები აქ ღარიბაშვილს, რომელიც პრემიერი ორჯერ იყო, პარტიის ხელმძღვანელი იყო, თელ საქართველოში ერთსაც და მეორესაც ლილუაშვილს თავისი ხაზით და ამას თავისი ხაზით უზარმაზარი ქსელი ჰქონდათ მხარდამჭერების მათ შორის იმ მილიონებზე რო გველაპარაკებიან ეს 7 მილიონი ციდან ხო არ ჩამოიტანა ვიღაცეების მეშვეობით ვიღაცებს ხო ხიფათები ექნებათ იმ ვიღაცებს ხო თავის გადარჩენა უნდათ და ასე შემდეგ მოკლედ ვისშია უფრო მეტი ხიფათი რომ ხვალ
ან გადამალოს რამე თუ კიდე სადმე აქვს საათი თუ არ ვიცი მე მოპარული რამე თუ ჩამარხული რამე თუ მზია ამაღლობელს მზია ამაღლობელი იმ წუთიერად და მყისიერად ციხეში აქ ესენი ჯერ ჩხრეკა ჩავატარეთ ჯერ მოიცა ჩხრეკამდე მოიცა გავახსენოთ გადაეცით იმათ ხარდამჭერებს თუ შეიძლება ჯერ როდის დაიწყეს ლაპარაკი რომ ზოგიერთი ჩვენი გუნდიდან წასული მგონი ცუდად იქცევა და ასე შემდეგ დიდხანს ამზადებდა საზოგადოებრივ აზრს ახლა თუ მე ვარ ვინმე ის მათი გუნდის ყოფილი წევრი ახლა რომელიც ჩხრეკაში მოხვდათ და ასე შემდეგ და ორი თვით ადრე მეუბნებიან ამბობენ რომ ჩვენ ვიცით იქ რაღაცებს ამზადებენ და ზომებს არიღებენ რომ ან დამალონ ან არ გადამალონ არ შეიძლება 7 კი არა 70 იყო და სხვა უკვე დაიმალა და ასე ამ ყველაფრის შემხედვარე როგორ შეიძლება ოდნავი რამე რწმენა გაჩნდეს რომ აქ იმ ადამიანებს ვინც დღეს გადაწყვეტილებებს იღებენ იმ უწყებაში თუ ამ უწყებაში აღელვებთ რაიმე სახელმწიფოებრივი კანონიერი კონსტიტუციური მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი გარდა ერთისა რომ ამ პროკურატურით ამ სასამართლოთი ამ ყველაფრით აი ასე თამაშობენ ასეთ კატათაგობანას ასე პოლიტიკური მიზნებით ასე ვთქვათ ჩამოყალიბება არჩევნებამდე რატო არ გააკეთეს ეს არჩევნების შემდეგ რატო გააკეთდა ეს არჩევნებამდე არ იცოდნენ სად რა ხდებოდა იცოდნენ მაგრამ დააზარალებდათ ელექტორალურად თავადაცნების მომხრეებში ბატონ დავით არ გვაქვს ბევრი დრო პატიმრობასელით თუ არა მაინც დავაზუსტებ ამ კითხვას თუ მათი კი ველი ოღონდ ნელა იქნება ამ პირე მათ პატიმრობამდე მივა მოკლედ ეს პროცესი კი მივა მე მგონი ახლა ის აქვს გადასაწყვეტი სად გაჩერდნენ იმიტომ რომ თითოეულ მათგანზე და კიდე სხვებზე ვინც კორუფციის ახლა ისინი არიან სათავეებში და თვითონ მათგანზე აკინძულია უამრავი სხვა ადამიანი მაგალითად ფარცხალაძე კითხვით რომ მართალია გეთახმებით აქ ამათთან ამოსატანია ვიტო კი ბატონო რა პირზე მოსატანია მის მაგრამ მისი საქმენი საგმინონი ჩვენ რამდენი წელია ვიცით მედია რამდენი ხანი აშუქებდა მის მიერ იმ გარჩევებს სადღაც სარდაფში რაღაცებს შვებოდა და უამრავი სხვა რამ. და აღარ მაქვს დრო მინდა რომ გახარიას გადაწყვეტილებაზეც კითხოთ. კი ბატონო, აუცილებლად, თუმცა აქ სხვა რამის თქვა მინდა. ჩვენ ახლა არ უნდა ასე ვთქვათ, გვალაპარაკონ თუ გვაფიქრონ მხოლოდ ამ ადამიანებზე ვისთანაც შეკა ჩაატარეს. ჩვენ ვიცით და ვხედავთ რომ ამ ადამიანების გვერდში და მიღმა უამრავი სხვა ადამიანია და ამაზე ჩვენ ლელო ძალიან სერიოზულ კონკრეტულ რაღაცებს ვაპირებთ დროა არ გვაქვს და კი ბატონო მე გავაგრძელო. კი ბატონო, მინდა კითხოთ გახარიას გადაწყვეტილებაზე, ბოლო კითხვა იქნება და დაგემშვიდობებით. გადაწყვეტილება შევიდეს პარლამენტში მისი მესმის. მეორე 12-ეული. ხო, ესე იგი, მოდი ვთქვათ ასე, ის არც გამოსულა, ანუ ფორმალურად ვიცით რომ პარლამენტში იყვნენ ისინიც რომლებიც მე გაცნენების გამო გარიცხეს პარლამენტიდან ახლა ახალი წევრები მაგრამ ეს სხვა ტიპის გადაწყვეტილება ხო ეს არის იმ პოლიტიკური ბოიკოტი ერთპარტიული პარლამენტის იყო პოლიტიკურ ბოიკოტში ახლა შეწყვიტა პოლიტიკური ბოიკოტი ვიღაცისთვის გახარიასაც ოცნებაა მაგრამ ნუ ამ საკითხში ლელოს და გახარიას პოზიციები რომ არის განსხვავებული ეს უკვე ერთი წლის თემაა შარშან როდესაც ეს თემები ხილებოდა ვიცით რომ მაშინ მივიღეთ ჩვენი გადაწყვეტილება გახარიამ თავისი გადაწყვეტილება ჩვენი გადაწყვეტილება მივიღეთ ჩვენი არგუმენტებით ну მან თავისი მიიღო ახლა აქ მოვდივარ დიახ ამას მე რატო ვამბობ ამას ამასობაში ჩვენ გახარიას პარტიასთან შევთანხმდით თანამშრომლობაზე ეს თანამშრომლობა ეხებოდა ადგილობრივ არჩევნებს და ჩვენ ადგილობრივი პრობლემების თაობაზე იმ საკრებულოებში სადაც ორივე გუნდი ვართ წარმოდგენილი გავაგრძელებთ თანამშრომლობას რაც შეეხება სხვა საკითხებს ამ სხვა საკითხებზე არა მარტო პარლამენტში შესვლა არ შესვლაზე ქონდა და გვექნება განსხვავებული პოზიციები და დღესაც არასწორად მოიქცნენ დღეს იქ შესვლით ჩვენ თვლით რომ მაშინ, როდესაც ამ გადაწყვეტილებას ვიღებდით, ჩვენ შეგვეძლო ქართული ოცნება დაგვეტოვებინა არა მხოლოდ პოლიტიკური ლეგიტიმაციის, არამედ იურიდიული ლეგიტიმაციის გარეშეც, როდესაც პარლამენტში ფიზიკურად 90-ზე ნაკლები პარლამენტის წევრი დარჩებოდა. ეს იყო მნიშვნელოვანი სამართლებრივი დელეგიტიმაციისთვის. ამით იყო ჩვენი გადაწყვეტილება განპირობებული. კი ბატონო, მადლობა. დავით უსუფაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ.